2024 წლის 8 დეკემბერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ელისეს სასახლეში მივიდა და მსოფლიო დიპლომატიის მექადან საქართველოს მხარდაჭერა მოითხოვა. ეს კადრები აუცილებლად გახდება საქართველოს ისტორიის ნაწილი, როგორც ქვეყნის უმძიმესი კრიზისის დაძლევის ამსახველი ფაქტების ქრონოლოგია. ზუსტად ერთი კვირის წინ 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში პირველად ჩამოართვა ხელი ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თავი წარუდგინა და რამდენიმე წუთიანი არაოფიციალური შეხვედრისას უთხრა, რომ მისი სამშობლო განსაცდელშია. ქართველი ხალხი შეერთებული შტატებისგან უპირობო მხარდაჭერას ელის. დონალდ ტრამპსა და სალომე ზურაბიშვილს შორის მთავარი მედიატორი ელისეს სასახლის მასპინძელი ემანუელ მაკრონი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა ყველა ძალღონე გამოიყენა, რომ მის მეგობარ ზურაბიშვილსა და მსოფლიოს მომავალ ლიდერს ტრამპს შორის კომუნიკაცია შედეგიანი ყოფილიყო. მომდევნო დღეს კი ივანიშვილის რეზიდენციაში ელისეს სასახლედან დარეკეს და უთხრეს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მის მოქალაქესთან, საქართველოს არაფორმალურ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი სურს. პრეზიდენტსა და ოლიგარქს შორის დიალოგი ორდღიანი მოსამზადებელი პაუზის შემდეგ 2024 წლის 11 დეკემბერს შედგა. ინფორმაცია პირველმა ქართულმა ოცნებამ გაავრცელა და მაკრონის ინიციატივა არალეგიტიმური პარლამენტის აღიარებად და ივანიშვილის რეჟიმის გამარჯვებად გაასაღა. ელისეს სასახლიდან პასუხმა არ დააყოვნა. საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ადმინისტრაციის სკრიპტში ვკითხულობთ. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონი თავისი ინიციატივით ესაუბრა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს. ბიძინა ივანიშვილს და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება მოითხოვა. ემანუელ მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და მოითხოვა გაათავისუფლონ ყველა, ვინც თვითნებურად დააკავეს და პატივისცენ გამოხატვისა და შეკრებების თავისუფლებას. მაკრონმა გამოთქვა სინანული, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და თქვა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაზე აუცილებლად იმოქმედებს მიღებული გადაწყვეტილებები. ელისეს სასახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების შემდეგ ივანიშვილის რეჟიმი იძულებული გახდა ჩასწორება გაეკეთებინა და კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა საუბრისას მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს განუმარტა, რომ უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდები დაკავებულ პირებს, ქართული ოცნების განცხადების თანახმად მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულებების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. ივანიშვილთან პირდაპირი ზარით საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა დიპლომატიურ ეტიკეტსა თუ დამკვიდრებულ პროტოკოლზე. ამ ჟესტით ემანუელ მაკრონმა მსოფლიოს უთხრა, რომ ევროპელი ლიდერები არ ცნობენ ივანიშვილის რეჟიმის ლეგიტიმაციას. პირდაპირ ესაუბრებიან ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და არა მის ჯალათებს და გოშიებს. მაკრონმა დაურეკა მის მოქალაქე ივანიშვილს და არა ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებას. არ მისცა აღიარება იმ ბოროტ ცირკს, რომელიც იურიდიულად არც არსებობს. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი 2010 წლიდან საფრანგეთის მოქალაქეა. მისი ოჯახი ფლობს უძრავ ქონებას საფრანგეთში. ივანიშვილის ცოლის ეკატერინე ხვედელიძის სახელზე 2 უძრავი ქონება ფიქსირდება. მიწის ნაკვეთი ლა სენ-სენ-კლუში და 300 კვადრატული მეტრის ზომის სახლი პარიზში. საფრანგეთში ცხოვრობს ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა და ფლობს მრავალმილიონიან ქონებას. გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომესთან აქ კონსულტაციის შედეგადაც გამოიკვეთა ამის საჭიროება. ჩემი აზრით ის სატელეფონო საუბარი მოიცავდა უფრო მეტ საკითხებს, ვიდრე შეიძლება იყოს განთავისუფლების მოთხოვნა ის მათი, ვინც დღეს დაჭერილია. ამას დაემატა საუბრები და კონსულტაციები ექსპერტებთან აქ ევროპაში, თუ როგორ დაისაჯოს, ასე ვთქვათ, მთავრობა ისე, რომ ეს არ ეხოს მოსახლეობას. მაკრონის კომუნიკაცია საქართველოსთან 11 დეკემბერს არ დასრულებულა. ივანიშვილთან ზარის შემდეგ მან საგანგებო ვიდეო ჩაწერა და ქართულ ხალხს გამოუგზავნა. ევროკავშირი არ უჭერს მხარს სეპარატისტებს თქვენს ქვეყანაში. ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ევროპის მშენებლობის საფუძველია მისი დაარსებიდან. ევროკავშირს არც აგრესიული ომი დაუწყია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. დიახ,
ევროპა არის სოლიდარობა, მშვიდობის არჩევანი, ერთი ოჯახისთვის საერთო სტრატეგიული ინტერესების კოლექტიური დაცვა. ევროპა არ არის შანტაჟი, ეს არის წესების მიღება, როგორც უთანხმოებების მოგვარების საშუალება. საქართველოს გადასაწყვეტია თავისი ბედი. ამისთვის კი ქართველების ხმას უნდა მოусმინო და პატივის სცენ. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით გავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ეკნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედით, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ. თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, ოპოზიციური პარტიების წევრებს ავიწროებენ, თუ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას არ იცავენ. მინდა მგეროდეს, რომ არსებობს გზა ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად. გზა ღია, თავაზიანი დიალოგისა ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. ეს დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა. მან ქართველებს საშუალება უნდა მისცეს ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ეს გზა თქვენია. ამიტომაც დიდი ნდობა მაქვს ქართველი ხალხის მიმართ და დიდი ნდობა მაქვს ყველას მიმართ, ვისთვისაც ძვირფასია ეს პატივსაცემი ევროპული გზა და არ სურს დანებდეს დაშინებას, პროპაგანდას, კიბერშეტევებს, ინფორმაციის მანიპულირებას. გაუმარჯოს საქართველოსა და საფრანგეთის მეგობრობას და გაუმარჯოს ევროპას. Vive l'amitié entre la Géorgie et la France et vive l'Europe. გაუმარჯოს საქართველოს და ამერიკის მეგობრობას. ისმის სახელმწიფო დეპარტამენტშიც და კაპიტოლიუმშიც. ტრამპისა და ზურაბიშვილის შეხვედრამდეც და მას შემდეგაც შეერთებულ შტატებში თითქმის ყოველდღე აკეთებენ საგანგებო განცხადებას. ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც კონსტიტუციის ღალატს სამართლიანად აპროტესტებს. ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც გასულ კვირას დამატებითი სანქციები მოყვა. სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს აცხადებს დამატებითი ქმედების შესახებ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. დღევანდელი გადაწყვეტილება შეეხება დაახლოებით 20 პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც იკავებენ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას. არიან პარლამენტში, მსახურობენ სამართალდამცავ და უშიშროების სტრუქტურებში და არიან კერძო მოქალაქეები. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ქართული ოცნების მიერ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ. ქართულმა ოცნებამ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის შელახვაში, დავუქვემდებაროთ სავიზო შეზღუდვებს. ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. ქართულ ხალხთან ერთად გვინდა ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც ევროატლანტიკურ საზოგადოებაში მტკიცედ იქნება ინტეგრირებული. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ამერიკის გადაწყვეტილებას და ემატება აქამდე გამოცხადებულ ნაბიჯებს, რომლებიც ეხება ქართულ ოცნებასთან აფილირებულ 100-ზე მეტ პიროვნებასა და მათი ოჯახის წევრებს. ჯინ შახინი და რესპუბლიკელი ჯიმ რიში შეერთებული შტატების ორივე პოლიტიკური პარტიის სახელით აცხადებენ, რომ სავიზო სანქციები საკმარისი არ არის. უახლოეს მომავალში ივანიშვილის რეჟიმის პირველი პირები ფინანსური დეპარტამენტიდან უნდა დაიბლოკონ. ძალზე იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი აზრით ჩვენ არ ვაკეთებთ საკმარის. არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე და არ გვაქვს სათანადო რეაგირება. ჩვენ ვერ შევძელით არსებითად გაგვეცა პასუხი, რათა ხელი შეგვეშალა ქართული ოცნების ლიდერთა გათვლებისთვის. მათ არ უწევთ საფასურის გადახდა მაშინ, როცა უგულებელყოფენ ხალხის ნებას და მიყვებიან პუტინის ავტორიტარულ სცენარს. არსებობს კარგად დოკუმენტირებული ადამიანის უფლებათა დარღვევები, მაგრამ ხაზინის დეპარტამენტმა ვერ შეძლო სანქციების დაწესება ერთი ოფიციალური პირისთვისაც კი მისი ქმედებებისთვის. ადმინისტრაციას სასწრაფოდ ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. საქართველოს მომავალი საფრთხის წინაშეა და ქართველი ხალხი, რომელიც ჩვენ მუდმივად გვერდში გვედგა, მხარდაჭერას იმსახურებს. And it's time now for us to stand by them. This country is a country that after Ronald Reagan brought down the Soviet Union. საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც მთლიანად ვერ მოიცილა რუსეთის გავლენა. რუსეთის იმპერიის აჩრდილები ჯერ კიდევ არიან და ეს ყოველივე აისახება იმ მოვლენებში, რაც დღეს იქ ხდება. ტაქტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა იყენებს, რუსულია. ის მოიცავს ცისასტიკესა და წამებას, დაკავებებს ყველაფერს, რის მოწმეც ძველად საბჭოთა კავშირის დროს ვიყავით. ეს არ არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს. მოუწოდებ ამერიკის მთავრობას დააწესოს
წესოს სანქციები. შეგახსენებთ, ამისთვის სენატმა სპეციალური საკანონმდებლო აქტი მიიღო. ღრმად იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ეს არ გავაკეთეთ. ჩვენ ნამდვილად უნდა მივიღოთ ეს ზომა. როგორც სენატორ ჯინ შაჰინს არც მე მესმის თუ რატომ არ გაკეთდა ეს აქამდე. მინდა შევუერთდე სენატორ შაჰინს და მოუწოდო ადმინისტრაციას მიიღოს გადაწყვეტილება და გააკეთოს ის, რაც აუცილებელია. მიხვეს კანონს, რომელიც ჩვენ მივიღეთ. ისარგებლოს სანქციების დაწესებით. ამერიკის ჰელსინკის კომისია და მისი თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო ვილსონი დემოკრატიულ სამყაროს უყვება, რომ ქართველი ხალხი ქუჩაშია გამოსული, რომ რუსულ კოლონიად გადაქცევაზე უარი თქვან. სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. საქართველოში რეჟიმი ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. ევროპამ საბოლოოდ უნდა გამოიღვიძოს და გვერდით დავუდგეთ ერთგულ ქართველ ევროპელებს. საქართველოში ჩვენ საერთო ღირებულებებს საფრთხე ემუქრება. ეს გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური პირების პოზიციაა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან ეკონომიკურ თანამშრომლობას წყვეტს. საპროტესტო აქციების თავდაპირველი ტალღა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა 28 ნოემბერს. რეჟიმის პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ ევროპაზე უარის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ. მშვიდობიანი დემონსტრაციების წინააღმდეგ ხელისუფლების სისასტიკეს, უმოწყალო ცემას, დაჭერებს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს მყისიერი საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა ევროპის ყველა ქვეყნიდან. პირველი ყველაზე ქმედითი და მკაცრი რეაქცია ბალტიისპირეთის სამმა რესპუბლიკამ მისცა. ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ერთობლივად შევთანხმდით. სანქციები დაუწესოთ მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს. დემოკრატიის მტრები და ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში არ მიიღებიან. საერთო განცხადებას ხელს აწერენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანცბერგისი, ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაკხნა. ბალტების მიერ სანქცირებულთა პირველ ტალღაში მოექცა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის სრული შემადგენლობით. ოლიგარქთან ერთად ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ მოძალადე პოლიციელებიც დაასანქცირა. დღეს კი ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ დამატებით კიდევ 17 ქართველი პოლიტიკოსი, მათ შორის რეჟიმის პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე და მისი ოჯახი დაასანქცირეს. მარგუს ცაკხნა ხაზგასმით ამბობს, რომ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ესტონეთმა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. ქართული ხელისუფლების მიერ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა დანაშაულებრივია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირება მოახდინოს და შესაბამისი ქმედებები გაატაროს. ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებისთვის ემზადება ევროკავშირიც. საკითხს მსჯელობა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხვალაა დაგეგმილი. რომის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ნონა მიხელიძე ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს რუსეთიზაციას არ აპატიებს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს უნგრეთის გვერდის ავლით დაასანქცირებს. ქართველი მაღალჩინოსნების გარდა სანქციების ნუსხაში ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც იქნებიან. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა წინასწარ გამოაცხადა, რომ ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის წევრების მიერ სანქციების დადებას და აუცილებლად ვეტოს დაადებენ. დღეს ვრცელდება ინფორმაცია მათ შორის შპიგელშიც, რომ საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უკვე ცდილობენ შეიმუშაონ ფორმატი, როგორ გადალახონ ეს წინააღმდეგობა ორბანს გულისხმობ. სხვათა შორის, როდესაც სანქციებზე ლაპარაკი არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, სამთავრობო წრეებზე ლაპარაკი, ასევე ჟურნალისტებზე, რომლებიც სამთავრობო პროპაგანდისტულ არხზე მუშაობენ. ეს შეიძლება შეყვანილი იქნას ზოგადად ევროკავშირის მხრიდან დეზინფორმაციის ბრძოლა. ანუ ის რომ დასანქცირებულები არიან რუსი ჟურნალისტები, რუსული არხები, ეს გადის ასევე ევროკავშირის თავდაცვის მექანიზმში.
ევროკომისიაში კი საგარეო მინისტრები გარკვეული კატეგორიის პირებისთვის ვიზების შეჩერების მექანიზმის შესაძლებლობას ხვალ განიხილავენ. თუ 27 ქვეყნის სრული თანხმობა არ იქნება, ამუშავდება ეგრეთ წოდებული მსურველთა საბჭო, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ინდივიდუალურად დაასანქცირონ ოლიგარქი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, ქართული ოცნების რეჟიმის ლიდერები ოჯახებით. პროექტზე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაიმარის სამკუთხედის სამივე ქვეყანა, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი მუშაობს. წერს გერმანული გავლენიანი გამოცემა შპიგელი. დიპლომატიური წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში მსურველთა კოალიციის ჩამოყალიბება დაიგეგმება. საუბარია მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ინდივიდუალურ სანქციებზე, რომლებიც კონკრეტულ პიროვნებებს შეეხება. მაგალითად, სავიზო შეზღუდვები ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლებისთვის. მიზანია, რომ სანქციები მოსახლეობაზე არ აისახოს. Შემთხვევით, რომ ევროკავშირის სანქციები უნდა დაწესდეს ბიძინასა და მისი შთამომავლებზე ჩვენს დედაქალაქებში. თუ ბიძინას მეგობრების სანქციებს დაბლოკავენ, მაშინ ყველა ქვეყანაში, მათ შორის პარიზსა და ვაშინგტონში, სადაც ეს ყველაზე მტკივნეული იქნება, უნდა შევიდეს ყველაზე ღრმა სანქციები. მომავალ კვირას საქართველოს საკითხი განიხილება შეერთებული შტატების სენატში, სადაც საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ოფიციალურ წარმომადგენელს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოусმენენ. ჯერ უცნობია, პირადად ჩავა შეერთებულ შტატებში სალომე ზურაბიშვილი თუ მას ონლაინ ჩართავენ.